გამარჯობათ ხალხო, მე მინდა მოგესალმოთ და თან მინდა გითხრათ რომ ძალიან კარგი ამბავი გვაქვს. დღეს ვარეაქტებთ პელეს და ატოს ბეთლს. ნახევარფინალი არის პირველი სეზონის, ძალიან სერიოზული ბეთლი იქნება. აკაპელა ბეთლის არხს დავლინკავ აუცილებლად ესეც განახებთ, მაგრამ ისაც დავლინკავ რა. რაიმე რუცის არხი იქნება აღწერაში, შეგიძლიათ გადახვიდეთ და ლაიქოთ, არხი გამოიწეროთ, რომ მეტი გასართობი ვიდეოები შეგხვდეთ ხოლმე. წავედით. მებით ისევ და ისევ სახელოსნო ბარიდან დღეს გვაქვს ნახევარფინალური ბეთლები, სადაც პელე და ატო იბრძოლებენ ფინალისტვის. ძალიან საინტერესო იქნება. ჩვენი სპონსორია სახელოსნო ბარი, ჩვენი პარტნიორი კომპანია Control Room. Yo. შენი წრე. პირველი რაუნდი პელე. Yo. მე ვიცი რომ მეტყვი რომ იცი რომ გეტყვი რომ იცი რომ ვიცი რომ ვიცი რომ იცი. კასპაროვის მორიგი ბლიცი. მორიგი კომედი კლუბი და რომელიც ვერ გარეპავს ბიძე. მორიგი მგოსანი გამოვიდა რეპერის ვიძე. აქ ვისაც აქვს სკილი რომ ფანჩი შეგიკრას მაქსიმუმ ჩამოთვალო თიძე. მე ვიყავი პირველი სიძე. იმდენი რეპერი ვიხმარე გამიჩნდა შიცი. თქვენ უბრალოდ ნაგავში იპოვეთ ჩემი ნახმარი შპრიცი. რომელიც შევიდა კუნჩი, როგორც სპიცი, მანდედან დაიწყო ქაოსი, გინდა ითამაშო ჰაოსი, ანუ ქართლოსის ძმა, რადგან რევანში არ არის ზღვა, სამწუხაროდ შესევანი არ გინახოთ. არ არის ზღვა, სამწუხაროდ მე ვარ აქ შენთვის არარატის მთა, შეკარი 4 ფიცარი და უფალმა გიჩვენა გზა, თბილისი ერევნის კლასიკა უბრალოდ ახალი დღე. ფაქტი რომ იბრალებ იმ ისტორიას რაც შევქმენი მე, მაგრამ მაინც მშვიდად ხარ დიდად ანათებს მზე, სონცეს ვეწით ვერე მორენიე. ეხა მოდის. რაც აღმოაჩინე ჰიპ-ჰოპი, დილა გახდა უფრო ხალისიანი. გახდიამ კულტურის თანაზიარი, იკეთებ ყურსასმენს, აყვები მუსიკას, მთავარია იყოს ხარისხიანი. His palms are sweaty, knees weak, მაგარია სარქისიანი. ბოლომდე შებერე ცავატანემ, ოდესღაც მაყუცად შეკეცავ, პირდაპირ ეჩმიაძინში დაგიდგავ პედესტალს. ჩემი ცხოვრება წინ მიდის შემიშვეს მეფესთან და ქეთს ვიხრი რეპერთან, რომელმაც კინაღამ წააგო ხვედესთან. მითხარი რომ კონიაკზე ფანჩებს არ ვართ. მაშინ გავამწაროთ ქართული არაყი. ჩვენი არტურა კანიაკით არ არის ამაყი. მეც არ ვემხრობი სტერეოტიპებს. რასიზმმა კარგი რა მოიტანა, მაგრამ ატო ორჯერ არის ჩემთან ამყოფი და ორივეჯერ კონიაკი ამოიტანა. შენც იქ იყავი ხო? Yo. ჩაჩი დაწერა, კონიაკი მემომაკ, ეს არის ჩვენი სომხების იდენტობა და სკილი. მე ამოვიდა და ამოიტანა 2 ბოთლი სარაჯიშვილი. ეხლა რასაც გეტყვი, გაგიტყდება. სევდიანი სევანის ნაპირებს მოუყევი. ჰენესი კეთდება სარაჯიშვილის სპირტისგან, წადი და დანარჩენებსაც მოუყევი. სომხების და ქართველების პირველ რიგში ვართ ადამიანები, მაგრამ თქვენ სამყაროს მოუვლინეთ კარდაშიანები. კარგი ტიპებიც ბევრი ყავთ, ვაფშე არ მიკვირს, მაგრამ ეს ბეთლია, ენა და დანამე თანაბრად მიჭრის და როცა დაუნების სისტემაში გარკვევა მიჭირს, სერჟ ტანკიანი იწყებს ტირილს, რადგან ანგელოზები იმსახურებენ სიკვდილს. მომიწევს ხალხისთვის კარნახი, რატო ხარ მაგარი ჩაცლახი. რა ნამუსით მიხსენებ ნარუტოს, თავიდან ბოლომდე ორჯერ გაქნანახი. და თუ ვინმე მარიცის ამის გაკეთება როგორი პონტია, 11 სრულმეტრაჟიანი ფილმის გარდა 720 ეპიზოდია და მერე იწყება ბორუტო, ზევიდან 300 სერია. ეს ძალიან ბევრია და მაგიტო ხარ ჩაცლახი, რადგან ბორუტო დაჟე მეც არ მაქვს ნანახი. და ნარუტოზე პანჩლაინი შე როგორ იძახი მაგას, როცა ეპიზოდის გამოსვლამდე კითხულობ მანგას და ეს ფაქტები გეტყობა სახეზე თითქოს იყოს ბუკაკე, გაიცანით ატო კომპლექსებში დამალული სოფლის პირველი ჰოკაგე,
ამ სოფლის დამსახურებული რეზიდენტი პირველ რაუნდში ასე ხასიათდება, მე რო ვარ აქაურობის პირველი პრეზიდენტი, საერთოდ არ არის გაზვიადება. აქ ოთხმა რეპერმა მოხოდეთ პროექტი, რასაც ყველა შეხვდა ხელგაშლილი, მერე გამოხვედი შენ და რეიტინგი დაეცა როგორც შვილი. ზაფხულის მერე აქ ბეცლაობ მესამედ, ისევ ვატრიალებ პიზდეთ. ვაკეთ შვილი, ყველა შეხვდა ხელგაშლილი, მერე გამოხვედი შენ და რეიტინგი დაეცა როგორც შვილი. ვიღაცის გვარი. ზაფხულის მერე აქ ბეცლაობ მესამედ, ისევ ვატრიალებ პიზდეთს, ვაკეთებ იმას, რაც ჭირდება ბიზნესს. ჟიურიშიც ჩემი ძმაკაცი დგას, ამ ვიდეოსაც კონტროლ რუმი იღებს. შენ თვითონაც იცი და მართალი იყავი ღმერთთან, რომ ბოლო დროს ჩემ ბაიძე უფრო მეტი ბეთლი იყო, ვიდრე ორივე პროექტში ერთად. აი გადაო. და ეს გამოცდა შენთვის გამოდგა საკმარისად დრამატული, მაგრამ მე შევედი დაშფანდურით, გამოვედი დაშფანდურით და ვერ მიხვალ ფინალამდე რომ საახალწლო დაკლათ, შენი აქ მოყვანა არ იყო სწორი, დიჩი მე გითხარი მინდოდა ფული, რა ჩემყლეთ მინდოდა ღორი. Yo. ატოზე ვერ იტყვი რომ მინბაძველი კაცია, თვითონ მისაბაძია, მაგრამ ამას უიტყვი როცა დაჟე დოკისნაირი შარვალი გაცვია, რაუნდი. მეტი ხალხო, ეს იჩუმეა უბრალოდ. პირველი რაუნდი, ატო. ვაფშე არ გამიკვირდება ატომ რო შეუსრულოს რა. გავიხსენოთ ახლო წარსული. როცა გადაიკვეთა შენი და კეის გზები. მაშინ Young Mike ჯერ კიდევ ჰქონდა თმები. უსმენ ამის რაუნდს და სიცილით კვდები. მოკლედ ეს ის პერიოდია, როცა პელე სოციალურებზე გადაობდა. სმენელს კარგ ლაინებს თავაზობდა, მოწინააღმდეგეს აღჭობდნენ როგორც ანაკონდა. მაშინ გადისა ზაზა ამით ამაყობდა, ვინ იფიქრებდა რომ თვალთმაქცევდა, თუმცა ამ როლს კარგად თამაშობდა. გადის დრო. ამან ვერ ისწავლა რომ სხვის საქმეში არ უნდა ჩაყოს ხვირი. ზაზა დებს ტრეკს, ხალხი აკრიტიკებს, პელემ საკუთარ თავში იპოვა გმირი. ყოველთვის ასე იქცევა ეს სირი, ყველა მიცის ეს თემა არაა საჭირო ფირი. ახლა გაგახსენებ შენ სიტყვებს პელე. შეხარ ზაზას შისწორკა, ჩვეულებრივი შნირი. ესაა შენი პირველი სნეულება და ჭირი, ამიტომ როცა ზაზა იხსნის შარვალს დაკეტე პირი. ნუ როცა ზაზა იხსნის შარვალს დაკეტე პირი. ბლად, ერთი. როცა ზაზა იხსნის შარვალს დაკეტე პირი, ნუ დაიწყებ ყლეობების ბაზარს დღეს, იქამდე არ გექნება საკუთარი აზრი, სანამ პირიდან არ ამოიღებს ზაზას ყლეს. ოკეი. ნიკის და პელეს თემა ხო ყველა მისის. ეს რო იმალებოდა და ყველა კითხულობდა სადაა პელეო. ჭიას თემაც გემახსოვრება თიქი ძახდა არა ძმაო, ეს ყველაფერი სხვაზე ვწერეო. მერე გამოდის ჩემი და ამატერასუს ბეთლზე და იძახის ცუციკებს ტენეო. რავი ძმაო, ეს სიტყვები მართლა არ ჯდება ლოგიკაში. ისეთივე ცუციკი ხარ როგორც ალის მუნრო უკანასკნელ მოჰიკანში. ვერ უძლებთ ცდუნებას და ვკლავ თქვენ საყვარელ რეპერს ისე როგორც ფლორიდაში. ვინც არის ის პელეს საყვარელი თამაშია დამალობანა. ბიჭო, მესმის სიბნელეში ვერ იპოვ ბარაკ ობამა, მაგრამ ბოლოს მედმოსემ დაასტუკა, ამან ყველა აღაფრთოვა. თამაშიდან ჩამოწერილი პელე მიხვდა რომ გაზდიოდა ვადა და მოსესთან ამ გენიოსმა ასეთი რაღაც სადა. ზუსტად იგივე ფლოუთი. როცა გეტყვი ი, მაშინ გამოდი, როცა გეტყვი ე, არ გამოხვიდე. ამის მერე რა ნამუსით დამიწუნე რითმები. სანამ კვადრატულობაზე მებაზრები, იქამდე კარგად მოარგე ბიტს რეპი. ვაშენებ ახალს ისე რომ საერთოდ არ მჭირდება ფიცრები, ხო და ჩემ ყლეს შემოვლენ ჩემს კვადრატში ვირთხები. ჩემ ბეთლზე იყავი ჟიური. იბაზრე სრული ყლეობა. შენ ნაბოზარო 2025 წლით როგორ გააპრავე ქართველი ხალხის მკვლელობა. ხელი დააფარა ამატერასუს და რა მოხდა მაშინ არც ყიანაღლებს. შევეცი იმას, ვინც ქართველი ხალხის ტრაგედიას დღევანდელობით ამართლებს. გეცნობათ ალბათ ეს ბევრს ძირავ, შენს გებს კლავ, ჩემს კერს პარავ, ცეცხლს და მე დღეს დეფერს ვაჭრი, დევს ყევს გავარ, ძემს ყევს ვაცლით ხებს რქებს. არ მაკლია ტექნიკა, მაგრამ მაინც უნდა ავაწყოს ეტაპი. იჯექი მაინც ჩემზე მაღლა ხარ, არაა საჭირო სტენდაპი. შენი რეპი თუ მაგიაა, მაშინ არ გჭირდება ჰობიტებს გენდალფი. ერთი. ეს არაა, კაი ამბობ. აქ კამანდა მაშინ დაიწყო ფლექსი, როცა გაიგო 8 მილის სიბრძნე. აბა მე მარტო ის მაქვს სატრაბახო კანიერო იყო სომხების სიძე.
გელას ისეთი მწარეენა აქვს, ვერ გაუკაჩავს თავქარიანი ტაქსისტი. სასაცილოა საქართველოში ეროვნებაზე გადაობს შავკანიანი რასისტი. დღეს მე მოვედი ოდინის დარბაზში, მაქვს ჩემი ტაქტიკა. უკვე გავიარე პრაქტიკა, ამ ხალხმაც ტაში დამიკრა. დღეს ჩემის წაგება საერთოდ არ იქნება პანიკა, მაგრამ ჩემის ფანჩების სინათლეს გიქრობს თითქოს ოდინმა თვალი ჩამიკრა. ახლა უნდა გავაკეთო პატარა ანონსი. ჩემმა გამოჩენამ გამოიწვია ომი და ქაოსი მოვირგე მებრძოლის როლი და 60 დღეს მე მოვკალი ოდინი, დამიძახე თომის ღმერთი იგივე კრატოსი. იგე მე ატოსი ვარ თანოსი ვიწვევა ხმაურს. არ ვართ რესტორანში, მაგრამ მაინც გავატკაცუნებ თის შენ დაიწყებ ფრისტაილით მომდევნო რაუნდი. ეგ ჩეთია არ მოსულა. იო, მეორე რაუნდი პელე. იო. ატო არის მოდური და ტრენდული. ეჭვი არ შეგეპარო თამაში. 2025 წელს დაიწყო World of Warcraft-ის თამაში. ამას მეუბნები ლივჩი და რა გიპასუხო, რავი? იმის გარდა, რომ 2008-ში დავანებე თავი. მართლა არ ვიცი ვინ ხარ ასეთი მოდური. იო. არ ვიცი ამას რომ გეკითხები თუ ვარ სწორი, მაგრამ შენ თუ იცი, რომ გამოვიდა Lineage 2. ამას რომ ვიძახი არ მინდა თამაში ნერვებზე, რადგან შენ ხარ top 5 Gel Deluxe-ის სერვერზე. არ ვიცი გეტკინა თუ გეწყინა, მაგრამ უკეთესად იფიქრე შემდეგ ჯერზე და თუ გექნება პრობლემა, მომწერე Yahoo Messenger-ზე. Yo. შენ უბრალოდ აყევი ვერასდროს შექმენი ტრენდი, ამიტომ შენი კანიაკი ვერასდროს გახდება ბრენდი. თუ გინდა უკან დაიმატე ბენდი, თქვენ ხართ ჩემი სათამაშოები, რომ შეგიმოწმოთ ფეხის ძირების უყოლას გეწერებათ ენდი. კაი, მე ნახავთ. ენდი, შენ თქვი რომ ხალხმა ვერ გაიგო შენი სეტაპი ფიზიკაზე და ქიმიაზე. იმენა დებილები. რა შუაშია შენი გასაოცარი დელივერი? უბრალოდ ჩვენ თუ სკოლაში ჭირივით გძულდა ფიზიკა და ქიმია, წარმოიდგინეთ დღეს როგორ ფეხებზე კიდია. არ აქვს მნიშვნელობა, რაც არ უნდა გაგერიცმა თუ ეგეთი მანერით უნდა წაგეკითხა. არ ხარ მენდელეევი მარტო იმიტომ რომ თვრალზე რაღაცა დაგესიზმრა. შენ გეგონა გააკეთე ლირიკულად, უბრალოდ მსმენელი მიუდგა კრიტიკულად, როცა შენსა და ჰიპ-ჰოპს შორის ქიმია არ არსებობს ფიზიკურად. ფიზიკა, ქიმია, მათემატიკა, რომელია ორი საყვარელი, დაიხმარე გეომეტრია, მაინც ვერ გაავლეს სწორი პარალელი, დაიხმარე ისტორია, საკითხები მოიტანე გამოცდიდან, არტურ, არაფერი გითქვამს ვეფხის ტყაოსნიდან, მოიცა, თამარი, შამქორი, მთლიანი ამალა, დაძარი, დავითი, დიდგორი, ისტორიული ფაქტია ეს პანჩლაინი არ არის, ერეკლე, კწანისი, ქართველებს მეზარბაზნეები არ ყავთ, შენთვის ეს ფურცელი გადაშლილია, მაგრამ თუ გავითვალისწინებ შენს ეროვნებას, ეს უკვე დედის მტყნელი პანჩლაინია. არა გველი, 300 არა გველი. გენია იპოვე პანჩებში, მაგრამ იცი ვინ თქვა იგივე, მე 2018-ში. დღეს რომ მოგიგებ ცალსახაა, ჰარვი დენტი, ატო შემოვიდა ბარებში, მაგრამ იცი ვინ თქვა იგივე, მე 2018-ში. მე ვარ რასალ გული, მიიღე დისი. პუბლიკა ჩაიდე ჯიბეში, მაგრამ იცი ვინ თქვა იგივე, მე 2017-ში. მე ვარ დოქტორი სტრეინჯი, უნდა გავიარო ყველა სტეიჯი, ალბათ მოიფიქრე წამებში, მაგრამ იცი ვინ თქვა იგივე, მე 2018-ში. შევაგროვე ქვები, უნდა დავატკაცნო თითი, უნდა მუშაობდე მარველში, მაგრამ იცი ვინ თქვა იგივე, მე 2018-ში. ისეთი რეპერი ხარ, როგორი ამერიკელიცაა ბელა ჰადიდი. ვაუ, ატო რა თესლი ხარ, მაგრამ შენ ხარ ისეთივე რეპერი, როგორიც ქართველი ხარ. მე ვარ ოდინი, არა, მე ვარ სიგურდი, ოდინის რჩეული. ამაზე ვფიქრობდი მრავალი დღე, გამახსენდა ორი სიგურდი და ვიცი რომ ორივე სიგურდი მაგარი ყლე, რაგნარის ყველაზე დებილი შვილია Assassin's Creed-ში რომ დაკარგავს ხელს.
თავი რომ გონია ღმერთი და ბოლოსო აღმოჩნდა ლოკი აყლევებდა ძმებს, ამიტომ უნდა ჩავაძაღლო ლეკვი თუ დიდი გახდება გადაყლაპავს მზეს. ეს ტიპი ვერაფერს დამარტყამს, პირდაპირ მაქსიმუმ პარიზში დამარტყას წრე, შე როგორ ახსენე მიოლნირი, ეგეც ჩემგან მოიპარე როგორც ჰარვი დენტი და დისი. ეს ჩემი ბარებია თორის ჩაქუჩი და ვერაწევ, რადგანაც შენ არ ხარ ღირსი. არ ხარ ქართველი ვიკინგი, მაქსიმუმ სომეხი, საქსონი, ტვინი მოტყანით ჰაიპის მონემა, არის ძით ჩემი მოთმინების ზაფი გამოჭედეს იოტუნჰაიმის გნომებმა. აუ, არიციან ყლეს და იქიდან. არიციან, კაი. ჩემ სულს წაიყვანენ ვალკირიები დიდების დარბაზში, მაგრამ შენ გარდაცვალებამდე გცივა. უნდა დაისაჯო წითელი არწივით, ამიტომ არ დაგვანახო რომ გტკივა. სიკვდილის წინ არ ჩაგიდებ ნაჯახს ხელში, ესე დამიჯერე ვერ მოხდება და თუ თქვენ შეგტკივათ გული, უყურეთ თვალებში, თორე ვალჰალაში ვერ მოხდება. როცა გილურჯდება თვალები, შენი ნაწვალები აივარის ფეხებია, დამიძახეთ ბიორნი, ბეთლში არც ერთი ბარი არ შემხებია. ვიკინგები საქართველოში იყვნენ, ვიკინგები რომლებმაც მსოფლიოს სისხლი გაუშვეს, შემოვიდნენ ზღვაში, ფრინველი გაუშვეს, ფრინველი თუ არ დაბრუნდა ხმელეთი ახლოსაა, ამიტომ აფრები დაუშვეს. ჩვენს ბანაკს გათენებამდე დაუშვეს, მარტივად მოვერევითო ეს ფაქტი დაუშვეს, მაგრამ მაშინ მიხვდნენ რომ თავისი ღუზამათ არასწორ ადგილას ჩაუშვეს, როცა სოფელ სასირეთში სირული შეცდომა დაუშვეს, რის გამოც ქართველებმა პროსტა ტრაქში მოწყნეს და გაუშვეს. ეხა გაგისწორდება შენ ძმებო. ამიტომ მომისმინე გეიმერო, ჩემთვის ეს სასაცილოა როგორც ლოლი. თუ ვინმე ფიქრობს რომ ჩემზე დიდია, მე ვარ გარენის მეინი, პროსტა ვტრიალებ და ყველაფერი ყლეზე მკიდია რა. შეგახსენებთ რომ ჩვენ ვიმყოფებით სახელოსნო ბარში. ახლა კი მეორე რაუნდი ატო და ერთი კარგი ხმაური ამბობს. სავარაუდოდ ატო იმიტომ დგას ეგრე რომ ანუ განა იმიტომ რომ ეს არის რა ქვია დაგრუზულია რომ პელესგან ეს რაღაცა ესეთი ლაინებია თუ რაღაცა. კაროჩე რაც ქვია მაგას ვერ დავიმოს. ბიჭო მაგიტო კი არა. ხო ნუ რაც არის რა. მაგიტო ბიჭო სავარაუდოდ იმიტომ რომ დავიწყებული აქვს უეჭველი ტექსტი. და დედას გებისები ნახევარი ბეთლია ალბათ ვაფშე არ მოусმენია იმ რაც უთხრა და უეჭველი ფიქრობს, იმიტომ რომ აშკარად ანუ პელეს ვინც ხვდება ყველა ნერვიულობს დამუღამებულმა. როდესაც ადამიანს რაღაცის ბრმად შეერა, ამას ეწოდება იდეოლოგი. თუმცა მე აქ ყველაფერს მოხარშულს გთავაზობთ როგორც დიეტოლოგი. ზოგიერთს თუ გონიათ მომიგებთ კომედი შოუს სკეჩებით, ვეცდებით გაგანებიროთ თესლი ვერსებით. არ ვაპირებ მტრობას, მაგრამ თქვენს ბოღმას მივიღებ როგორც ბოდვას. სეზონოვზე ჩანიშნეთ ხვედეს ბეთლი, იმედია დამიკმაყოფილებთ თხოვნას. ჯერ გააცინებს, მერე მოიგებს გამარჯვებულს, მე დავუმატებ ოცლარს. ხო ისე მართლა ხვედე მოიგო, პროსტო უნდა და წაგების რეკორდი მოეხსნა. მოკლედ ნათი აღარ არეაქტებს ბეთლებს და პანჩლაინის მნიშვნელობასაც დედა მოეთხნა. ერთი ხმაური? ხო გითხარით. არა. მოვირგე ჩახმახი დროა გავავსო მორიგი თაბახი. არ მიყვარს ტრაბახი, მაგრამ შენი წინა ოპონენტებისგან იმით განსხვავდები, რომ იმათმა შენს გამოუყურეს, მე მანამდე მქონდა ნარუტო ნანახი. ნახე შენი ფრისტაილი. კაქტუსში ჰოკაგეობაზე რო ბაზრობს პატარა ბიჭუნა. ხალხმაც გიყურა, მიზანსაც მიაღწია, რადგან საკუთარი თავის ბოლომდე ირწმუნა. და როგორც დანზოში მურა გახდა ჰოკაგე, მაგრამ მთაზე არ საჩან შენი ფიგურა. მე ყოველ ბეთლზე ვიზდები, არ ვიცვლები და ვერაფერს დამაკლებენ შენი დადებული მინები. ბაზრობ ჰიპ-ჰოპის ენაზე, უბრალოდ დამიძახე killer B. ყველა მიცის, რომ შენი ჰაიპი უკვე გაქრა. თითქოს ვიყო ნეჯი ვხედავ შენი ჩაკრა როგორ ჩაკრა. კაი აღარ გვინდა ანიმეზე ამდენი ბაზარი. ნუ გონიათ ხელს გადაусმევან დავინდობასი არ არის, რადგან უკვე დიდი ხანია ვიპოვე ჩემი ლამპარი, მე მაქვს ის ჯინი, რომ ცუდად დასრულდეს შენი ზღაპარი. იგზენი პირველ ყოფილი შიშის არომატი, ისევ კლავამ რეპისკოპოს არ მჭირდება ავტომატი და როი ვარ თუ ატო დაჟე ვერ მიხვდება ადვოკატი. ბეთლში არ არის მარტივი არც ერთი ტაიმი. მე ყოველ ბეთლზე ტრანსფორმირებ როგორც ოპტიმუსი, ხო დაიხილე ჩემი პრაიმი. წინასწარ ვიცოდი შენ რო ხვდებოდი, რადგან ხვედი ამომივიდა კენჭისყრაზე და როგორც ცუდი დერმატოლოგი დღეს მე მოვედი კანის ფესტივალზე. შენ თავი მოგაქვს დიადად, მე პირადად არ მიგიჩნევ ჭკვიანად. ალბათ ეს ბეთლი გეგონება ალბანეთის დედაქალაქი, რადგან ჩამთვლი ტირანად. ვინ არის ნამდვილი გოუთი ამ ხალხს გაუჭირდება გარკვევა. ესაა ჩემი შოუ, შენ კი შეგიძლია აქედან გაქცევა.
გადავხედე და არ მიხსენები არც ემინემი, არც თუფაკი, არც ტრევის სკოტი. არ ვღალატობ საფეხბურთო ბარებს, როგორც რომა სტოტი. ეს თემა შეგვიძლია ნებისმიერ ბეთლზე ვატრიალოთ, მაგრამ ლივერპულის ფანისთვის დამღუპველია სლოტი. ისეთი რთული სქემა მაქვს ვიდრე სპიდისთვის კვარას გვარი. შენი ფანჩები გულს ვერ მტკენს, მე არ ვარ კარო ახალი. ხო იცით რა ხდება, როცა პერესი რეკავს ტელეფონზე. ხო და ნუ გონიათ დავიჩრდილები მე პელეს ფონზე. ამ დარტყმებს 4 წლის შემდეგაც ვერ ხსნით დამბიძახეთ კლოზე. იო. თუ გინდა რაგბში შევერკინოთ, მაგრამ აქედან ვერ წახვალ ჯამრთელი. ამაზე შორს თუ გინდა გაფრენა, მაშინ უეჭველი დაგჭირდება სანთელი. ია. დღეს ყველა 65-იანზე ჩავაბარე უყურეთ პელეს და მარტივად ახსნით რა არის თამაშგარე. მაგრამ პელესთვის ოფსაიდი ხო უცხო ხილია. შენი ფანჩები ისე ურტყავს როგორც გვილია. როგორც სტომატოლოგი. შენი ფანჩები ისე ურტყავს როგორც გვილია. როგორც სტომატოლოგი დაქტოვე პირღია, ეს შენთვის ყველაზე ცუდი ფილმია. თითქოს ამ ვერსს წერდა ნეიროქირურგი, რადგან ამ თამაში ყველაზე მთავარი ტვინია. იო. ხო დააფუჭებს რა. ძალიან ნერვიულობს და ის პელეს მეტად დაჯერებული. მაგრამ ჰიპ-ჰოპში ჩემი ყველა სტეფი არის მომდევნო კარი. ვიცი რომ კამანდა ვერ უმუღამებს შემს ლაინებს, თუმცა გეტყვით რომ ერთი ვიდეოთი ვერ მოხოდავთ მაინერს. გთავაზობთ კაირებს სანამ ვერ არჩევთ ფანჩებს და შაირებს, ხო და ყლეზე მკიდია ვინმე თუ ვერ გაიგებს რაუნდი. მესამე რაუნდი, პელე. იო. შენ ამბობ რომ ბევრია შურიანი და ბოღმიანი. არ მესმის კაცი რომ გორუნა გზულდეს. მაგრამ გეხვეწები იქნება ამიხსნა რა ჩემი ყლე გაქვს რომ ვიღაცას შურდეს. 27 წლის ყოფილი პროფესიონალი ფეხბურთელი. ამჟამად მოღვაწეობ მარკეტინგში. მეტრანახევარი ხარ ნახტომში, ცხოვრობ ვარკეთილში. 27 წლის გახდი რეპერი. TikTok-ზე მოგვიწყე გარნიზონი, მერე დაგეწყო პრაიმი, გაურითმე პადინგტონი და ჰამილტონი. ნახე? ბადმინტონი. ეს ჩემგან საჩუქრა ჩემო მეგობარო, რა მნიშვნელობა აქვს რამე და გიმალო, რადგანაც ბოლოს მაინც უნდა მომპარო, გამახსენდა 90-იანების გადაობა. ვეცდები გადავაკეთო რა უნდათ. გამეცინა, გაეცინა. მეთქი რა უნდა. TikTok-ზე გაურეპე, TikTok-ზე გარეპა. მეთქი რა უნდა. დავწერე დისი, დაწერა დისი. მეთქი რა უნდა. მოვედი პროექტში, მოვიდა პროექტში. მეთქი რა უნდა. ვაჩუქე მაიკა, მაჩუქა მაიკა. მეთქი რა უნდა. მერე ჩავიხადე, ამანაც ჩაიხადა. აი თურმე რა უნდა. ვაფშე რა გინდოდა ჩემ ბიფში? რატომ არ ელოდი რომ იმეც გიცრუებდი? ვებია შენისამ პირველი შევარდებოდი და იჩხუბებდი. მერე მეილზე გამომიგზავნე ტრეკი, ეგეც უნდა გამიფუჭო ყლერითმებით. დრო მოვიდა შეიგნო მე სხვა მიყვარს და მე და შენ ერთად ვერ ვიქნები. აი, ასო. მეც დავდიოდი ავაზაზე, მარტო შენ არ ყოფილხარ მესი. ყავდა ყველაზე მაგარი ტრენერი ვალერა მესხი. იმ სეზონში ჩემპიონებიც გავხდით, რომ იცოდე ბებენცო რა თემაშია. მიუხედავად იმისა, რომ არც ერთი თამაში არ მითამაშია, ვიყავი ერთ ვარჯიშზე. სეზონის ბოლოს მეოთხე კვარტლიდან მოკლეზე გადმოვედი, ბიჭებმა მოიგეს ფინალი, მე ავიღე მედალი და თესლა წამოვედი. ხეთნაშ 2 ლარი. ბეკას მანქანამ ზეთი გაუშვა. იგრვლივ ყველაფერს მოეცხო. მას აღარ ქვია ბეგლარი, ისაა ჩვენთვის ლორენცო სვეჟი. ყველა ვერ უძლებდა რეჟიმს. ეგონათ რომ ამდენს ვეღარ გაძლებდნენ. მე ჩავაბარე გამოცდა, მივიღე თეთრი კამარი, რომელსაც ყველას აძლევდნენ.
და ვიძახი ჩემი ბრალია რომ ვერ გავხდი კაკაში ან ჟოზეფ ბლატერი არ დავიწყებ იმას რომ არ მყავდა პატრონი მენისკი შლატერი დედამოტყმულ ქვეყანაში ვცხოვრობდა ეგეთი უაზრო საუბრები ვიპოვე ჩემი საქმე და წარმატებულ სპორტსმენებს ევასებად ჩემი რაუნდები ბიჭები ევროპაზე იხოდებოდნენ ჩვენით სანამ თქვენ პორტუგალიის ორიანებს დებდით სანამ თქვენ წუწუნებდით რომ უბრალოდ დაგჩაგრათ ბედმა გლდანელმა მამარდაშვილმა რონალდოს მოუტყნა მადეირელი დედა მადეირელი დედა დიღმელმა კვარამაც გაიტანა და სადმე მყავს ბაზარი შენ თვითონ ხო ხვდები თუ ესე დედამოტყმულ ქვეყანაში ვცხოვრობთ რატო არ გააჯვალ საიდანაც მოხვედი ოკეი აუ ბიჭო ძალიან საყვარელია ატო როგორ იყურება აკეთიკით წინაზე ჩვენთან მოიტანე ბოზური ჰიპ-ჰოპი ნამდვილად ვერ ვიფიქრებდი რომ შენ ამას იტყოდი ქართველებს აწვევი მორალზე ეს არის ნაცადი ჩიტკოდი თოკო შეიძლება გობაზე და თესლად იცინოდი ბარე მოწმედაც ხო არ გამოხვიდოდი ჰაიპის ხამო მზად ხარო გაბოზდე ხალხის რეაქციის გამო მე არ ვიცი ვირა გაყიდა ან სურო ვიცოდე რომ ბაიძე მოიწყო ხარამხანა პანჩლაინებს არ დავწერ ვიღაცა ბოზების გასახარად მითხარი როგორი საქსიელია და არის თუ არა ეს ბოლომდე დაცემა გადისო კაცი რომელიც ციხეშია და არ შეუძლია პასუხის გაცემა სიტყვებით რომელშიც შენ არ ხარ დარწმუნებული და იძახი პონტის გამო სიტყვები რომელიც მოგიწევს შენივე ხელით შეჭამო ფაქტები რომელსაც ვერ დაამტკიცებ და იცოდე ნეტა როცა მაგაზე დაგისვამენ კითხვებს შენ ენა და გემევა ტოტოზე მეტად შენ უფრო დაგვამახ სორდები ტორმუზად სასტავში ვაფშე არ დარჩები სუფთა შენ როგორ ახსენე ტოტო როდესაც შენი მთელი ცხოვრება იცხოვრე მუქთად იო იაო ამიტომ არტურ მოგიტყარ მთელი კამელოტი წავიყვან შენს გვინევრას როგორც ლანსელოტი იმის მერე რაც ჭორების დონეზე გაგვიბაზრე აღარ ხარ მიღებული ჩემს მრგვალ მაგიდაზე იქამდე გერთმევა წოდება სანამ არ მორჩები შენს ბარიგულს და მაშინ გახდები მეფე არტური როცა პირიდან ამოიღებ ჩემს ექსკალიბურს რა მე მორჩიცმა ამბობაც ნო მესამე რაუნდი ატო ამატერასო ხვედე პელე დიდი ხნის წინ ემსების ნახევარზე მეტი გაუჩინარდა მათ შორის ისეთები ვინც აკაპელას ბეთლაობდა თუმცა რამოდენიმე თვის წინ მამაცმა გმირემა დააბრუნეს ამას გაელვება დავარქვით ვინც გაუჩინარდა იგივე დარჩა ხოლო ვინც არა ყველა გაიზარდა თავი პირველი სახლიდან შორს როდესაც დავკარგეთ რკინისკაცი, დავრჩით მე დოქტორი სტრენჯი და 1-2 ჯარისკაცი. ტონი იტყოდა ჩემზე რომ ბეჯითია, მაგრამ მისგან რაც დარჩა მხოლოდ ამ ყველაფრის ედითია. მოიცა ეს რა ყლეობაა. მესამე რაუნდი არ ვიცოდი რითი დამეწყო. მერე შენმა ტრეკებმა მომცა შთაგონება და საბოლოოდ ყველაფერი ასე დაეწყო. ბანისთარო ჩაწერე ფიტი შენმა ერთმა ლაინმა მომაყენა დიდი დარტყმა. ყველას გექნებათ ეს გავლილი და დარწმუნებული ვარ ბევრისთვისაა ბავშვობის ტრამვა. ტრეკს არაფერს ვერჩი როგორც ყოველთვის ბანი კარგია ბიძე. მერე ეს ხმას იღებს და თითქოს რაღაც ვერ არის რიგზე. მოკლედ ესეთი ლაინია რა. მე ვარ მსუქანი ბავშვი და სახში მიმაქვს ჩემი ბურთი. მერე ჩემზე იტყვით სომეხიაო. უბანში ერთი ბურთი ქონდა და სინწრით მახსოვს თორე ამას არც ვიტყოდი. აი შენ კიდე ბავშვობიდან პროჭი თუ იყავი მართლა არ ვიცოდი. იგივე ტრეკში ამბობს. ჩემ გავსებულ დარბაზებში ასრულებენ ტრეკებს, სამი კაცი მარტო ერთმანეთს უდებენ ბექებს. კი მასია, მაგრამ ხალხი შენი ბეთლის სანახავად ითვლიდა დღეებს და ზუსტად მაგ დარბაზში იმ დღეს ყველა ეძებდა პელეს, რომელმაც თავის მსმენელი ყლეზე დაიკიდა. შენ სიტყვას ყოველთვის ჰქონდა დიდი ფასი, მაგრამ იაფად გაიყიდა. შენ არ იმსახურებ პატივისცემას, იქამდე სანამ არ მორჩები ტრაკის მიცემას, მაგრამ ბავშვობიდან პროჭი თუ იყავი, ახლა ვეღარ დაიბრუნებ ღირსებას. იო ვინ იცის ამის ტრეკი სახელად ცივი შხაპი. მე აქ ფაქტებით ბაზრობ ამან საკუთარ თავს დაადო დიდი შტამპი. ამ ტრეკში ამბობს, რომ მართალი უნდა იყოს საკუთარ თავთან. რატომღაც მახსენდება ჩემი პირველი რაუნდი. ხო და შენი ნათქვამი გავს ზღაპარს. მაგრამ ყველაფერი შემდეგი ლაინით დაალაგდა. თუ დაფიქრდი გამოიტან დასკვნას ბევრ სახალს და შეიძლება ხვალ სხვა საყვეს შენს ნათქვამს. ამაზე მახსენდება ერთი გამოთქმა. პატარძალს დღეს არ აცდებაო, მაგრამ მოიცა, შენ არ იყავი ის, რო იძახდა ზაზაზე ყლეობა ქნა, მაგრამ ვიდეოც იმიტომ დავდე, რომ არ მევასება ყველა ერთ კაცს რო აწვებაო. ოკეი.
თუ დაგიდგა ის მომენტი, რომ გამოგიგზავნონ სქელი კონვერტი, არ გამიკვირდება, რომ შენს დაამშვენო შენივე გადისული საახალწლო კონცერტი. რადგან ესაა შენი ცხოვრების სტილი. ვიცი, რომ შენი ფანჩები არ არის რბილი, სულ რომ გაილესო ყველა კბილი, დიდი პელესგან დარჩა მხოლოდ პატარა ჩრდილი. კარჩ რაუნდი რა. რატომ ნერვიული? რაუნდი? ოკეი, ერთი ხმაური. ვა, ახლა მინდა ნუ რომ ჟიურისაც მოусმინოს. შეფასების მოსმენას აზრი არ აქვს. გამოიწერეთ ხალხო რა აზრია? რაიმე როცის არხი, დალაიქეთ ეს ვიდეო, გამოიწერეთ ჩემი არხი, ვისაც რეაქტები გისწორდებათ. ხო და შემდეგ ბეთლებზე ან რეაქტებზე შევხვდებით მოკლედ დროებით. ატო ძალიან კარგად უბერავს, პროსტა ძალიან ნერვიულობდა. ეხლა რატომღა? ნუ პელეპელეა რა. რეალობა ეს არის. გაასწორა, მაინც კაი იყო ძალიან. დროებით.